დღეს გქონდა სასამართლო მოსმენა ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც მდებარეობს გლდანი მუხიანის სააგარაკე ზონაში. ეს ნაკვეთი გაცემული იყო 70-იან წლებში, 1970-იან წლებში და მას შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა დოკუმენტები და ამის გამო 2021 წლიდან მოყოლებული წარმოედგინათ ადამიანს, ხანის დოკუმენტი მოთხოვეს, ხანის დოკუმენტი წარადგინა, რაც ჰქონდა ადამიანს, რაც არ ჰქონდა იმას ხوار წარადგენდა და 5 წელი ასე ვთქვათ აწვალეს იმაზე რისი დასრულებაც ახლა გაჩვენებთ რა მარტივად შეიძლება და ამის ნება არ არის, არ არსებობს ამის ნება, თორემ ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. ისტორია არის როგორი. ამ ადამიანს ჰქონდა ცნობა, რომ იყო კონკრეტული სამსახურის თანამშრომელი, საიდანაც ეს ნაკვეთი მიიღო, მაგრამ მას შემდეგ რაც რუკა მოვიძიეთ, რუკაზე არ იკითხებოდა სრულად ამ ადამიანის გვარი, ანუ იკითხებოდა ნახევარი და საერთოდ რო იკითხებოდა ხო 50 წლის შემდეგ ესეც გასაკვირია, მაგრამ ნუ საწყისი გვარის საწყისის ამოკითხვა შევძელით და რისი ვაივაგლახით რეესტრმა შეძლო. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ სრულად არ იკითხებოდა სახელი და გვარი, ადამიანს ეუბნებოდნენ რომ მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება და სხვა მიმართე ყველა ორგანოს შევეცადე რომ შენი მოთხოვნა განმეხილა, მაგრამ არ იძლევა დაკმაყოფილების საშუალებას. და გადაინაცვლა მას სასამართლოში და დღეს რასაც განვიხილავთ, შეეხება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას. შემორჩენილი არის მებაღეობის ნაკვეთებზე გაცემული პროექტების სააღრიცხვო ჟურნალი. რაც გულისხმობს ჩანაწერებს იმ პირების შესახებ, ვისაც თავის დროზე მიეცა სამშენებლო პროექტი. ეხლა ბუნებრივია თუ ადამიანს ნაკვეთი არ ქონდა და არ ეკუთვნოდა უფლება ტერიტორიაზე, არც სამშენებლო პროექტს არ მოგცემდა არავინ, ხო? ერთგვარი პრეზუმპცია არსებობს ამის. მაგრამ ამას ხო ჭირდება გადამუშავება, გააზრება და თავისთვის, რა თქმა უნდა, არავინ ამაზე თავს არ შეიწუხებს და უნდათ რომ აი ეს მტკიცებულებები ასე ვთქვათ გაეტარებინათ და არ განეხილათ როგორც უფლების დამდგენი და ამ დროს კანონი იძლევა საშუალებას, რომ თუ პირს არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, მაგრამ სხვა დოკუმენტებით დასტურდება მისი წევრად მიღება, რეესტრსაც კი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე შეუძლია თქვენი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. აი დღეს რომ რეკავს და წერს და რა ვიცი გაკვირვებულია ზოგი და ზოგი საჩივრებით შემოდის, რომ როგორ ახდენ უფლების იდენტიფიცირებას და ბევრს რომ გონია რომ რა ვიცი მართლა ციგნაკები მაქვს და ახლა დღეს ბეჭდავ თურმე მე ამ მებაღის ციგნაკებს და ასე ვახდენ უფლების იდენტიფიცირებას. რეალურად იდენტიფიცირება ხდება შემდეგნაირად და შეგიძლიათ თქვენს გააკეთოთ, რომ ციგნაკები, ვერანაირი მიღება-ჩაბარების აქტები თავიდან ვერ გაკეთდება და ვერც მოიძებნება დღეს არ არსებობს მაგის რეესტრი. და თუ მე ამას მაინც აკეთებს, ჩათვალეთ სისხლის სამართლებრივ დანაშაულზე მიდის ამის გამო და ადრე თუ გვიან მაინც ამ გამოაშკარავდება. ერთადერთი ალტერნატივა რჩება, რომ გულდასმით მოხდეს შემოწმება იმ ალტერნატიული უფლების დამდგენი დოკუმენტების, რომლებიც არსებობს ჯერ კიდევ და რომლების ერთობლიობაში შეფასების შემთხვევაში შეიძლება თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება. აი ჩვენი სერვისიც მაგალითად დოკუმენტების მოძიების ამას გულისხმობს და სასამართლოშიც და რეესტრშიც ამის ფარგლებში ხდება მოთხოვნების დადასტურება, რომ ციგნაკი ვერ იძებნება და მიღება-ჩაბარების აქტი, მაგრამ არსებობს ალტერნატიული უფლების დამდგენი დოკუმენტები, რომლებიც ერთობლიობაში შეიძლება გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ეხლა გაჩვენებთ ამ დოკუმენტს, ამ მტკიცებულებას და თქვენ თვალით ნახავთ, რაზე იყო საუბარი. ანუ გვარი, რომელიც პროექტში არ იკითხება, წარმოიდგინეთ, რომ მოიძებნა სამშენებლო პროექტების განაწილების სიაში. და გარკვევით წერია, რომ პირმა, რომელი სამსახურიდან მიიღო ნაკვეთი, რომელი ნომერი ნაკვეთი მიიღო, ეს არის ყვითლად გაფერადებული დოკუმენტი და რა გვარის ადამიანს მიეცა ეს ნაკვეთი. ცალსახაა, ხო, რომ თუ სამშენებლო პროექტი ავიღე ამადამ ნომერ ნაკვეთზე, ესე იგი პრეზუმპციულად იმ ნაკვეთზე საკუთრების უფლება მეკუთვნოდა. ამიტომ ეს არის გარემოება, რომელიც შეგიძლიათ სასამართლოს გარეშეც გახადოთ უფლების დამდგენი დოკუმენტი და ამგვარად დაიკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა საჯარო რეესტრის ფარგლებშიც კი. უბრალოდ უნდა იჩქაროთ, რომ ეს ყველაფერი მოახერხოთ 2025 წლის დასრულებამდე, რადგან არსებული რეგულაციების მიხედვით ყველა მოთხოვნა, რომელსაც კერძო საკუთრება ვერ დაუდასტურდება, 2025 წლის შემდეგ საბოლოო ჯამში გახდება სახელმწიფო საკუთრება.